ერთხელ გაუმარჯოს YouTube-ს, მონადირეებს გაუმარჯოს და ყველა ტაქტიკური სროლის მეთაურებს. დღეს გუშინ ახლა კარგი ვიდეო გადავიღეთ ბენელი დაიმონზე და დღეს პარემ მივაყოლეთ ახლა მეორე ვიდეოს მოვაყოლებთ უფრო უარეს აურზაურს და ხმაურსავთ ეხავთ დღეს გვაქვს ტყუების სროლა ამ ბეჭდავი ვიდეო იქნება ბაგაბუგის და დაზიანებული სამიზნეების ნაფლეთების გაფანტვით ასე ვთქვათ რა ჩვენი დატანილი შირენსკიში ხმოტოვები გვაქვს ბლომად წყლის აუზები გვაქვს და ის ფიჭვის მორია კიდე გადახსნელი სადაც შევამოწმოთ შეღწევადობას. ჩვენ ეს ტყუები გასიჯული გვაქვს, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ რა. გამეორებოთ ოდნეს დედაურობას. ეხლა ერთი-ორი სიტყვით ეს ჩემი თოფი არის ჰუგლუ ატროქსი. მოდი ერთი შეკითხვა ხო შეიძლება დაგისვა. როგორ შეიძლება? აი ჰუგლუზე წინ რო დააყენე ეს აი მაგის მე ფუნქცია და დანიშნულება კი ვიცი, მაგრამ საიდან როგორ რანერად მოხდა და რასელი მაგ ნადული კიდე ასე ვთქვათ რა. აი გადმოატრიალი რო ნახოს, ეს არის ბილმანის კომპენსატორი ეს არც ალმაქრი არც მუხრუჭე უბრალოდ კომპენსატორია ნახრეთებია გზევით ნუ იდეაში ახლა თეორიულად ალბათ ისეა რომ გამოწყორწნილი გაზები ზევით უნდა წამოვიდეს და თოფი პირიქით ხო ეგრეთაც მიყოლებით ეს მოხუჭო და დააბალანსოს ნუ შეიძლება ერთჯერაც პირველზეც გამოდგეს შენ რაც მოგწონს ხმა აქვს სასწაული შეიძლება დაგაყუროს და ამ ატროქს ისედაც მოკლელულა აქვს და ეს ნახოთ თუ არა აი ამ 4-6 კუთხა ვინტით ეჭირება ძალიან ბრუტალურად გამოიყურება რაღაც არაბუნებრივად და რაღაცნაირად ხო ლამაზია მისვრია და ხმა აქვს დიდი ხმა აქვს შედარებით მე ვიცი რომ ასეთ რაღაცებს უფრო წუწული საფანზე და პატარა ფრინველებზე ნადირობისას ხმარობენ ხოლმე რომ მალე მოახდინოს კაშელო წუნო საფანზე აი ნახოთ აბა ტყუიაზე რაც იზავს თორე მაგის მოხსნას არაფერი არ ვიდგას წინ ტყუიაზე მე ვიცი დაახლოებით რაც იზავს თუ გამიმართლა ოღონ არ ვიცი ახლა როგორ იქნება რა იქნება იდეაშია წარი ხოლმე რომ ჭარბი გაზები რომლებიც ტყუის ფრენას მე უშლიან ღელს ანუ ტყუის უკანა ნაწილის მოქნევას რომ ჩაგრი გაზებს რომ განაპირობებს ხოლმე იმ გაზებს აცილის ანუ გატყუის გაზებს გვერდებზე და ტყუი როგორ თავისუფალი ფრენებს მიფრინავს წინ ყოველგვარი გაზების მდენობით ხო ეხლა გადავამოწმე ეს ჩანაწერი ქარიკია მაგრამ ჩვენი ხმა ისმის და ცოტა ხმამაღლა სამ რა იყო დავიცი მიუხედავად იმისა რომ ლუწვერზე არ დამატებული ეს მოწყობილობა ის ბალანსი მაინც არ აქვს კი არა თუმცა სუბუქი ეთყობა და ისეთ ძალიან ის ბალანსი არ აქვს ანუ არ მეკაჩება გადმოაბრუნე ეს არის აი თუ წარწერა თუ იკითხება ესეც იგივე ბილმანის ჩოკები რომ აქვს იმათი შვედების ბილმანის წარმოებაა ესეც და სუბუქია რა ძალიან სუბუქია ხო თობს რა შეეხება ეს თოფი გადახდილი გვაქვს მეუბრებო შეიძლება დახოთ ვიდეოებში ძალიან კარგად გავართო თავი დავალევებს ამ თავი არც ფასიანი ტუფი არ არის პომპა ჩვეულებრივი პომპა კლასიკური პომპის თვალსაზრისით რაც თანამედროვე პომპები არიან არ განსხვავდება ბევრი არაფრით იმათგან უბრალოდ ფირმა არის ჰუგლუ ეს ფირმა კაიხანია უკვე ბაზარზე არსებობს თურქული ფირმაა და ძალიან დიდი ხნის უკანაც ეს ჰუგლუს ფირმა ვიცოდი მე რომ არსებობდა უშვებდა სანადირებლიან იარაღს და კარგი იარაღებს სხვათაშორის და რა ვიცი დანარჩენი ახლა დავით რა კონკრეტულად რაზე ვილაპარაკობ მოკლელული თარი 50 სანტიმეტრიანი 51 სანტიმეტრიანი ლულით არის ხო 510 მმ-ია ლულის სიგრძე ამით ახლა ეს მესამე წელია თუ ხო მე მგონი მესამე წელია მაგ 22-ში ვიყიდი ხო ორი სეზონი ვინადირე მწყერზე გადასარევად ვნადირობ ამითი მწყერზე ქათამზე ცოტა ქათამზე რა მომენტია იცი პირველს კი ესვრი მაგრამ იმდენად სწრაფია ქათამი რომ მე თუ არ მიეჩვი ანუ მიჩვევის თემა უცებ გადატენა მეორე სროლა უკვე გადატენის მომენტში მაგრამ მწყერზე იდეალურია იხსნით შეიძლება ახლა გაჭირვებაში იხსნით განადირებს მაგრამ რატომ უნდა წახვიდე ეს ხო სანადირო ტოპი არ არის ხალხო საერთოდ პირველი დანიშნულება პომპისა იყო სულ პირველი პომპები იყო მოკლედ სანგარში ხმარობდნენ და მეორე სოფლიო ომის დროს და პირველი სოფლიო ომის დროსაც სანგრის ცოცხლს ეძახოდნენ რა მოკლედ იცი გამიგია სანგარში გზელი შაშხანები რომ მოუქნელი იყო პატარა მოკლე იარაღით დედასტირობდნენ უკვე 9 მორწმულიანი გაყელით შეიძლება და ერთი ათეული დაგეწვინა და მიუშვებდი ახლო მანძილზე და უფრო დადოცია რაღაც თელი ბუდობა გამოგეწყვიტა იმ სანგარში და გერმანელებს ხოდა შორის ჩიოდნენ რომ
საბრძოლო წესებს უარღვევენო ბრიტანელებიო და ამერიკელებიო გლოვლიან ცხოვრობენო ხანგრძლივი. ხვეტავენო. მაგარია კიდათ ეს ამბავი ბრაუნინგებში გადაწვაში და მაგრამ უბრალოდ მოკლედ რა. ტაქტიკური სროლისთვისაც კარგია თავდაცვის და ჯერ მარტო აი რომ გადატენი რომ დააიჩხაკუნებს ეგ ხმა არის რომ ბევრს მანდრაში აგდებს. და 897 წლის მოდელი იყო თორსტები. წიხიშტი უყენდებოდა კიდე იმას. და კონდა კოროკი მოძრაობდა უკვე. დღეს ყველა ჩოკი გვაქვს წამოღებული, მაგრამ ჩვენ ამ შირინსკებს ყველაზე კარგად 4 ჭრილით მოერგო 0.25 და ისაყენია და თუ რამე არ მოგვეწონა მე შეიძლება შევცვალოთ კიდევ ხო ორი იქნება რა. ესე იგი თვალსაჩინოებისთვის კიდე რო შევადაროთ აი სტერლინგის 3 ცალი მაქვს ფოსტერის ტიპის ტყვია ნაყიდი. ნახოთ ეს როგორ ჯგუფს გააკეთებს და კალიბრული ტყვიებია ეს ხოდა სლაგ ტყვიებია big game series და სლაგი ეს სრულ პირველი არ ვიცი როგორც გინდა თუ გინდა ჯერ ეგვესროლოთ და მე შევადაროთ ისინი თუ გინდა ეგრევე შირინსკებით დავიწყოთ შენობა აი ეს არის ამაშია ეს ჩვენი დამზადებული შირინსკებია სხვადასხვა მეთოდით და პლუს კიდე აი აწიეთ წუთი ირაკლი ამაშიც აინახეთ ეს თავები ეს შირინსკებია სულ და მეთოდი შევცვალეთ აი ესეთი იმით შეიძლება ვიდეოც გამოჩნდეს აი ამის გამოცდაც მინდა აი ირაკლი როგორი იმით გავაკეთე მე ეს უფრო მოწონს სიმართლე გითხრა დაცენტრებული ადრე პიჟებზე ვსვავდით ხო და ეს არის უბრალოდ ობტურატორზე მოკლე ობტურატორზე დაცენტრებული ეს ბოლო მიყვება იმასავით რა სტაბილიზატორით მე ეს მომწონს ხო და ამის მაგის ქვეშ უკეთია ქეჩა და მე კარდონი და დენთი ანუ მოზიწყობა რა ხო აი აწყობილი მაქვს უკვე და აგერ დაინახავ აი აჩვენე რომ გამოჩნდეს დაანახე რომ გამოჩნდეს დენთი კარდონი მე ქეჩა ხო მოგცე მაგით და ეს ახლა ისეთი თემა არის რომ ამ ობტურატორის მაგიერ წესით მაგრდება ხოლმე პიჟი რომ ეს თუ აღარ გინდა პიჟი ჩვენ კამერა შეგეცა რა ახლო გამიგე შირინსკის ხო ჩვენ ჩამოსხმული ხოდა შორის ხო და სამსარტყლიანი ტყვია გაჭრილი ექსპანსიური ისევით სეგმენტირებული ხო და მეთოდი შევცვალეთ ის ეწყობა პიჟზე მთლიანად ან გუალანდის ან გალავ პატრონის ეგეთიცა მაქვს კიდე თბილისის გამოშვებულ პიჟებზე საწყობილი და საერთოდ შეიარაღებაში ახალი რაღაცა მეთოდი რო გამოდის ჯერ გადის სახელმწიფო გამოცდა სანამ ოფიციალურად შეიარაღებაში მიიღებენ ხო ეხლა მაგას ვაკეთებთ ჩვენს პატარა მინი სახელმწიფო გამოცდა გვაქვს აი ამ მეთოდით დატენილის რას იზამს მოიცადე სხვა რაღაცას გეტყვი ხლა მოგცემ მე 5 ცალს ეგე მაგას ჩადემჭი ხო პირველი ეს ჩადე ოღონდ ამას თავი ცოტა ის აქვს ორი მასე დავსვი და ვაფშე საერთოდ აგერ მოგცემ 6 ცალს ხო ეს არის ყველა ერთნაირი ეხლა რო თქვი მაგ მეთოდითაა დატენილი შემდეგ ეხლა კამერა მუშაობს ხო? კი, სამიზნესთან კამერა დგას, თავარია ეს კამერა არ მოკლა და აგერ ესე შეგვეცვალა ხალხო უპოსტაბილური სროლისთვის. ხო. ეხლა შევეცდებით რომ საყრდენიდან ვესრულოთ. აჰა, მზად ვარ. აუჩქარებლად, ნელა. წინ არ გინდა რომ ცევიოსთან მოკიდო, არა გიხდეს და ის არ კაი დიდი ხმა მქონდა. მოხდა, იმიტომ რომ ხო. ის არის, რა უნდა მეთქვა და ხო, თუ გინდა ცოტა ზევითაც. ჩამოვარდა. არა უშავს დავაყენებ მაგას ფეხზე. ხო, რა მინდოდა მეთქვა ამას დაურბილე ცოტა ის სასხლეტი. ძალიან ხისტი ქონდა და ეხლა მივალ იქ შემოსვავ თავის ადგილზე და თავნახავ სად მოხდა.
კარგად არის ერთი ცენტრთან არის ერთი ქვევით. ეს ყველაფერი შიგნით რჩება და მე დავშლით და ამოვიღებთ ამეებს ტყუიებს. ირაკლი როგორ ბიჭო რისი თქვა მინდა იცი? მე მგონი ამ ახალმა მეთოდმა ძალიან გაამართლა. ეს ახლა გადაზომილი გვაქვს ამ აგურთან არის 40 მეტრი ზუსტად. 40 მეტრი ახლა მე მგონი სანადიროდ ნორმალური მანძილია. ჰა? კარაბინივით ზუსტად უთავს მე. ხო და ამ ახალმა დატემის ახალმა მეთოდმა მე მგონი გაამართლა და ძალიან ის არის რა, უფრო გამარტივებული გახდება, ვიდრე ესე პიჟების მორგება სხვადასხვანაირის. ხო და ჩათვალე ახლა ეგ სამიზნე იმ ხელა არის, რომ არის საშუალო ცხოველის ზომა. ორივე მოხდა ამ შემთხვევაში ორივე ჯერზე აღებულია. ხო, მიდი აბა გააგრძელე. ეს ახალი მეთოდით დატენილი გვაქვს 6 ცალი, 2 გავისროლეთ. აცილე? არა. ქვევით ამტვერდა. კარგი, შემდეგი. შეიძლება ხა. თუ გახრიტა, მაშინ ყოჩა მაგას. იმიტომ რომ ერთი 18-20 სანტიმეტრია სისქე იმ მორის. მაგდე ხარ რატო უმიზნებ კაცო? ძირში მოხდა დავინახე. დაბლა? ხო. ის გვერდზე მოხდა პირველი. არა, ის სადაც ეხება იმ გადაჭრილ მეორე მორს, მორი მორზე როდა. პირველი სადაც მოხდა ის ზევით მოხდა ოდნავ გვერდზე. მიდი აბა კიდე. ეხლა აქეთ გვერდში ესროლე 9 საათზე რომ შემოატრიალოს ისევ. ჩავარდა ისევ. სულ 5 ანასროლი 4 ეტყობა აშკარად და აი მე-5 აქ იყო რო უთხარი აცილე მეთქი ეს იყო დავინახე. ამ სერიიდან ბოლო მე-6-ე გასროლა. აბა იმ წითელის თავზე დაუმიზნე. ხო, ცოტა ზევით აწიეს ჯგუფი. იგივე გადააგდო. ზევით მოხდა. აი ზევით პირდაპირ ყვითელ ზოლში მოვარტყა. ეს ახლა ისე უნდა დავდგა რომ აღარ წაიქცეს თორე წინ და უკან დამარბენინებს. ეხლა სოკოლზე დატენილები უნდა მოგცე. ის იყო მაქსამზე. ყველა არის ესენი ვარსკვლავით დატენილი. ესეც იგივე. ნახე, ეს ცოტა სხვანაირადაა, ეს არის 6-ვე სოკოლზე დატენილი, ის იყო მაქსამზე. აქ ეხლა რა ხდება? აქ ის ცისფერი ჭიდრო ობტურატორი დევს, მოახედე აქ კამერასთან ახლოს. დევს იმაზე, დენტზე. და ზევით უკეთია მეორე არა, ზევით ზოგს უკეთია ქეჩა და არა, ქეჩა არ უკეთია. პლასმასი უკეთია. პიჟები უკეთია შეულებრივ. მოკლე პიჟები. წეგან ხო დენტზე იყო კარდონი და მერე ნაბადი და ეხლა პირდაპირ ორი არის ბაშიერის და დანარჩენი. ხო, ნუ ეს არის სოკოლზე, ის იყო მაქსამზე. მომეწონა იმ სიგანეში კარგი ჯგუფი აქვს. აი ვერად ყოფა კიდეთ. ჯგუფი კარგი აქვს, ალბათ აი მუშტში ლაგდება რა. კი. მუშტში ლაგდება და თან დიამეტრი ალბათ იქნება თვითონ მაგიმის, არა, 40-იანი იქნება რა ალბათ. ტრიანჯი კი? ხო. ეხლა ისე დავდე რომ აღარ გადმოყირავდეს. ცოტა დაბალზე ჩამოუწიე და შენ ეცადე რომ
ბოლო რო გაისროლე, კარგად მოხდა და იმ პრინციპით აი თავში დაუმიზნო იმ რკალს. ეს არის სულ როგორც ბოლოს რო სრულე. ხო, ბოლოს რო ესროლე იმ ადგილში დაუმიზნე. სანამ გაისვრი, მადროვე ერთი წუთით ამ შტატივიდან სროლა როგორ გეკომპორტულება. ძალიან. უკან ამტვერდა და არ ვიცი გახვრიტა თუ აცილე. მოხდა, აი აღარ ამტვერდა. როცა არ მტვერდება, ესე იგი არ ტყავ. მე კიდე. ეს ვაფშე ცენტრში მოხდა მე მგონი. ეს უკან ამტვერდა მე მგონი ეს გააცილე. მაინც აქცია რა. ბუჩი. კიდეა? ერთი დაჭი. მივალა ვნახო რა ხდება. დაუდოდანო. აი ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 სულ ესროლა 11 3 ააცილა მაგრამ ესენიც ძალიან კარგად ლაგდება აქ ეს მეორე კამერაც იღებს აი ეს და იმედია მე მონტაჟის დროს კარგად გამოჩნდება ყველაფერი ირაკლი ძალიან ნორმალურად ხდება, კარგი ჯგუფია, რა უკეთესი შეიძლება, მაგრამ ამ მოკლელულიანით ამ მანძილზე მშვენიერია და ეხლა იქ 7 ნახრეთი აქვს დაახლოებით ვიცი როგორცა ძალიან რო არა იზილოს აი ეს სტერლინგი ქართული სტერლინგები მინდა ვიდეოს გადაღებული გახდა გამოჩნდეს მე იქ დგას კამერა ვრიცებში ხო მოიცადე მარჩადო ეგ რამდენ გრამიანია ეგ მე მგონი სლაგებია ესენი, კალიბრული ტყვიებია და გრამაჟი როგორ აწერია? კოლოფზე ეწერება მე ვნახავ. კოლოფზე ეწერება. მე მგონი 32 გრამია, მოიცა? ხო, 32. აი, აქეთ აწერია, ნახეთ. 32 გრამი მარჯვენა კუთხეში. ეს არის ფოსტერის ტიპის ტყვია, ბრენეკი არ არის, ეს თეთრი რემიოში რო გიყვარს ეგ არის. ისინი მძიმეები იყო და ეს 32-ია. აცდა მე მგონი. არა ვიცი შემთხვევაში არ ასწრებოდა. აბა ვერ გახრიტავდა და უკან ბუღი დააყენა. ეგ შეიძლება სხვანაირად მიფრინავს. ეს მოხდა. ნუ ვიღადი ნომას, ზე? არა, ირაკლი ორივე ჯერზე მაღაზიის სტერლინგი ორივე ჯერზე აცდა, არა აქ ახალი ნახრეთები იმაზე. სუბუქია, არაფერი 2 გრამითაა მსუბუქი ისინი არის ეს მოხდა. ეს მოხდა და ეს მოხდა სადღაც 8 საათზეა ნაპირში ქერქთან მოხვედრილი თუ არ ვწდები. არა რა არ ვტრაბახობ, მაგრამ მაგარი ვარ რა. მაღაზიას ვაჯობე. არა, ვაჯობეთ ერთად ჩამოვასხით და მე დავტენი. აბა ირაკლი უყურე ეს 3 ცალი არის. ეს 3 ტყვია არის თბილისში რო უშვებენ იქ
როასხავენ იმებს პიჟებს იმ ნაგავ პიჟებზე აწყობილი და პროსტა უბრალოდ თუ ნახოთ აბა ერთი ეგ რას იწავს დიდი იმედი მაგი როგორ ის არასწორად ჩაკეცილი ეს ხო რაღაც არასწორად იკეცება უკვე და ჯერ იქიდან რო ამოგაქ შეფუში შეკვრიდან ხო ერთი იმის რევიზიის ჩატარება და მითი რა ქვია საკანცელერიო დანით ფრთების ჭრა მაშინ უნდა რომ ნაღვენთები და სასწაულია მწყერზე გამოდგება ალბათ მაგრამ ესეთი იმაზე სიცრუით უფრო მეც ხო კი არა ნახოთ რავი აბა ერთი ეგესროლე და ეგ გვაქვს სამი ცალი სამი ვიპოვე და მე შეიძლება კიდე ვიპოვო მე მგონი მოხდა ჭახი იყო სოკოლია ეგ უკან მტვერდება ცდება თუ ვერ არტყავ თუ რა შუშტო დომიზნებ რა აი აი ეს მოხდა კარგად იგივე 8 საათზე მოიცა ვნახო ასენი ვიპოვე კიდე ძირში ეყარა აი ეს არის მაღაზიის სტერლინგის ნარჩენები და ეს ამას სამარეზი ეთყობა ეს არის ნახე როგორ დაკბეჭილი ეს არის ჟირინსკი აი ოღონდ ირაკლი ეს არის იმ მაღაზიის ფოსტერის ეს არის ჟირინსკი ხო ეთყობა სამარეზი ხო სამარეზი და ის კიდე კალპაჩოკივით რო არის ეგ არის და ეს ორი ცალის ძირი გააკლითა ეთყობა და იქ ეყარა ძირში რაზეც ადგას უკან მორს მოხვდა და ქვეყანა ნაფოტები ყრია მომესჩავდო იქ გამოვარდება რაოდო კი ირაკლი ნახე აი ეს 5 ცალი არის ზაგრუდკით მოხვეული ო საინტერესოა ხო და ესენი არის უკვე გლავპატრონის პიჟზე დამაგრებული უпростოდ გლავპატრონის კონტეინერი იყო ფრთები მოვაჭერი და დავტოვე მარტო ის პიჟი შტამბიჭდებოდ გამოიყურებიან მინდა გითხრა 5 ცალია და ეცადე რომ არ წააქციო სამიზნე ისე გაარტყა იუველირულად ეს იდეაში არის კამერის შტატივი და გაამართლა რა ხო მოიცადე მაქსამზეა ეს დადენილი და თავი აქვს ზაგრუდკა აი თავი გააცალა მოიცა სადღაც მოხვდა ერთი დაემატა კიდე მე მგონი ეს არის 1 2 3 4 5 6 7 8 9 არის რაც ღიად ჩანს აქ იყო მე-10 მორტყმული აქვს მორტყმულია 6 საათზე დაგვრჩა 4 გასროლა აცდა ხო უკან ძალიან ბუღი დააყენა ეს მე მგონი მოხვდა მაგრამ კამერას ვეჩალიჩებოდი მე ცოტა ზუმი გავადიდო დაკა მაგრა დაკარი ამოვარდა არ დამინახია ეხლა იმ ზუმს უყურებდი ტელეფონში მოხდა დარწმუნებული ხარ მე მგონი მოხდა ესეც
Всё? იგერ ბოლოს ქონდა 9 მორტყმული და ახლა აქ 11. ხო და ახლა მორს ავიღებ და აგერ ბალონებს შემოვდგავ და მაინტერესებს როგორ მოხდება მათი გახეთქვა 20-იანი და 10 ლიტრიანების. ირაკლი 20 ლიტრიანი შემოვდგი და აგენ ცხარი ზედ 20 ლიტრიანს შემოვადგათ მე. და ფოსტერის ბიჟები ვიპოვე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. სტერლინგის მაღაზიის. ეგენი არის იმ ცისფერ ობტურატორზე დატენილი. ანუ ის არის, რა ქვია, დენტია Max-3, მერე ცისფერი ობტურატორი და გლავპატრონის პიჟზია მიბმული სამარეზით და ვარსკვლავით არის. ძალიან კარგი. ერთი წუთით ჯერ არ გაისრულო გავადიდო ესა. მინდა რომ კარგად გამოჩნდეს. შენ გიხარბზად, მაგრამ ფერთა გამას ვერ ვასწორებ. მე მგონი გამოჩნდება, მედი ორჯერ მივეცი ზუმი კამერას. რა არის? აცილე როგორ არ არის? არ მოხდა. ხო ხედავებ სამიზნეს. ვაი მე დედა ეს რა ქნადო? ფოთლი აღარ არის ვაფშე. გაქვს. კაი წამოვნახოთ აბა არ გაინტერესებს მამა ერთად მივიდეთ. დედა რა იყო ეს, ამ ხნის კაცი ვარ. პოლიციაში და მამაძაღლობაში დავბედი და ამისთან არც მინახავს და არც გამიგონია ღმერთმა. დედა რა იყო ეს, დათა თუ დასხია. შენი ნახელავი ეს. მოიცა არა მე და შენ ვინც რო ვაკრობ გასაგებია თქო. წამო აბა საწავე და ვაფშე გაქრა. ვინც რო ვაკრობ ბაზარი არ არის 20 ლიტრა წყალი გავაკრეთ ახლა. მოიწმინეთ. ნუ ღელავთ. ამ საქმეს შევისწავლეთ. კომისიას გამოყოფთ. კიო ხარ რა ხარ? ეს რა იყო ბიჭო? არა უკან გდია ეგ, მაგრამ მე მგონი ფაშვი აქვს გადაღლეზილი. არა დაფიქსი რა. აბა რა სიზავდა? ხო არა უკან აკრიტია ხო და მეთქი სადგას რა. ბიჭო თან რა არის ცი მთელი 20 ლიტრა წყალი დაიღვარა მომენტალურად. აუ აღნახე. აქ არის უკვე დასათესია. გადაღლეზილია. აი მოდი აქ. ამას უყურეთ. თავი არ აძვრა. მაგრამ აი ეს ნახეთ ამ სისქის სად მოვარტყი ეს უკანა მხარია, მაგრამ აბა ხო აი სად მოვარტყა და ძირშია გამოსული. აი ნახე იმაზე ეგ რა არის? არა ვერ არის მოგის. ხო აი ჩვენესად იყო ეგა. ჩარჩობილი ხე. ტიტყვია შეიძლება ქვევით ჩავიდა ნარჩენები.
უყურე აი ერთი პიჟი ვინტიანი. ხო, ვერა. მომაწოდე. აი, ჩვენი სამარეზიანი პიჟი. აქ ქვეყანა მასალა ამოვა ახლა თუ კარგად მოძებნე, მაგრამ ამას ნახდათ არ მოველოდი. 20 ლიტრა მეგონა რომ დაივლიდა და ჩამოაგდებდა, მაგრამ იმ პატარაზე გამოჩდება კარგად, ესე იგი სუსველია ის საცოდავს. ანუ წამში გააქრო 20 ლიტრა წყალი გახრა უცებ, ეგეთი აფერი მინახია. შემდეგი კანდიდატი. კარგად შიგნით შემოდგი, კარგად. კარგი რა იმას. ის კამერა არ ვიცი იღებს, არ იღებს, მოიცა. ეხლა რამდენი დაგჭა ის ბოლოს რომ მოგეცი 5-დან? ერთი ააცილე, ერთი გაარტყი. 3 ცალი უნდა იყოს კიდე. ეს ერთი. ხო, გადატენე 3 ცალია ეგ არის, ერთი ააცილე, ერთი მუხტა და. უყურე. ეხლა ვინც ვერ მიხვდით რა მოხდა. ირაკლიმ მოკლა დედაღორის 20 ლიტრიანი. დედაღორი. ეხლა 10 ლიტრიანით გამოვიდა პატარა გოჭი და ისე უსმოთ მოხდა, ყველაფერი ვერ გავიგეთ ბალონესაც წავიდა და მე მივედით ორივე და ნახეთ რომ რა ხوار მოგვეჩვენაო და დედაახნატირე მოგეს დეოში ნახავთ თქვენ თვითონაც რა. ხო, ნუ იმხელა გამოიფხრი, წარო მთელი 20 litrა წყალი ამში მოხდა ყველაფერი ხალხო, აი უსმოთ მეგონება გახავა. აი მოგვირტყია 10 ლიტრიანზე, ხო გახსოვს ირაკლი და გადმოვარდნილა ეს ბალონი. ხო. და აი ნელა თქო პლოპ ეგრე დაცლილა, მაგრამ ეს აი სულ ენერგია მოიშლება. ჰარში აურთქდა. ხილი ქონდა იმას ბალონი. ეს მაინც ამის ჯვარედინეთი ტყვის ის მგონია. ეს ხო, რა თქმა უნდა, ეს ბრუაკია და ბრუაკი ვნახავ რა. მომისმინე, ხე დავშენი ხლა კარგად. ბრუაკს, კი. კარგად რა ეცოდა საფერე. ერთი წუთი არის სოლო გავადიდებ რა აქ ზუმს. ზუმი გავადიდე ცოტა მოუწიე და მიდიება. მოზადო და ვაკეთებ გასული. რაღა დღეს არ წამოიღე ნაუშნიკები შენ კიდე. რა ვიცი, არ ვიყავ ისე. ეგეც მოვკალით. მაგრამ ის პირველი უფრო შთამბეჭდავად მოგდა. ის უფრო რაღაცა თეატრალურად მოგდა. შეიძლება ბევრი წყალი იყო მაგიტო და ბევრი ენერგია მიიღო. რავი, არ ვიცი. მოიცა. ამის გადაღება კინაღამ დაგვავიწყდა. აი 10 ლიტრიან საქა აქ მოხვედრილი და გააგლიჯა კარგად. 20 ლიტრიანის ფოკუსი ვერ გაიმეორა, მაგრამ აი გახეულია, აი ნახეთ. და ძირიც გატეხილი აქ. ხო. ბოლოს აბა რას გვეტყვი? ბოლოს ვიტყვი იმას, რომ ჩემო ყველა მეგობრო, ყველაფერმა ძალიან წარმატები და კარგად ჩაიარა. მოკლედ. შედეგი ყოფილები ვართ. შინსკი შეხმატოებმა თავის სიტყვა თქვეს ბოლო რა, ენერგიასაც ძალიან ეფექტურად გადასცემს სამიზნეს. თქვენი თვალით ნახავთ ბოლო, ჩემი ლაპტოპი გადაჭიდება იმას. და ჯგუფი და სიზუსტე კიდე რავი ახლა ეს ახლა საბოტური ტყვეები არ არის რა კარაბინებით ერთი ჩაჯდეს და რაღაცა, მაგრამ ჩვენი დატენილი ზღვარობაზე საკმაოდ კარგი ჯგუფებია და ჩვენ მერე კიდე კადრში არ გამოჩნდა ცოტა შორმანძილებზე ვესრულეთ დავით ამესრულა სადღაც 93 მეტრა იყო რაზე გამანძილზომით რომ გადავზომეთ და საკმაოდ კარგი მოჩვენებელია ჩვენ ანუ ველის ზომის ცხოველს თავისუფლად რო მოარტყამდი იმ მანძილზე ისეთი შედეგი აჩვენა და რავი მე მგონი დამაკმაყოფილებელი გლულულიანი და თან 50 სანტიმეტრული და თან ხელი დატანილი ვაზნების ასეთი სიზუსტე მე მგონი რომ ცუდი ნამდვილად არაა მარტო ხელით დატანილი კი არ თან ჩამოსხმული ხო ჩვენი ჩამოსხმული ჩვენი ნაწარმოები ვაზნებით ასე ვთქვათ რა განაჩენს რავი ალბათ მე უკვე ერთი დენტის დამზადება და კაფსულის ჩამოსხმა წავითვისოთ და всё. ხო, დენტის დამზადება კი ვიცი, მაგრამ აი კაფსულის რა გითხრა, ცოტა ის ქიმიასთან უნდა იყოს ძალიან ჭიდრო კავშირში და კაფსული იყიდება ჯერ და ბოლო ვიყიდე პისტონს და იგი იქნება რა. პატარა მინი სამხედრო ქარხანა გავხსნათ. ხო, და გვიჭერენ და ანები თავი ქარხანა კი არა.
ერთი სიტყვით სახელმწიფო გამოცდება წარმატებით ჩაიარა დამღებს დავარტყავთ მოკლედ რა CIP-ის დამღები დავარტყათ ჩვენი ხო ჩვენებული რა ანაჩენს რავი გვაჩვენოს მე CIP-ის წინ ჯებ დავწო ჯორჯია და მე რა CIP თქმა უნდა ქართული შემოწმებით და თან რა არის ახლა იცით ხო ისა ჩვენი ლაპარაკი რომ ზედმეტი არ იყოს აგე ვიდეოსაც ნახავთ და თქვენთან დარწმუნდებით იმაში რასაც ვაკეთებთ რა და რასაც ვლაპარაკობთ რასაც ნახულობთ იმას ვლაპარაკობთ რა 20 ლიტრიანი ისე გაქრა როგორც ბომჟები სასმელს რო შეესევიან უცბად აითვის უცბად რა ეს ვეკითხავთ რა მოხდა ნეტა გამოჩნდება კადრში რა საწავიდო რო იძახო რა მოხდა ეს ну მოკლედ მაგარი იყო ძალიან ეფექტური იყო და პატარა კამერა კიდე ეფექტურად გადმოხსოვს დარწმუნებული ვარ რა უკეთესად დაიღებდა ის რა პროცესს მოხდეს პოს და აუ შენ წარმოიდგინე რა დროს არა მაქვს ის ახალი კამერა რომ მინდა DJ 5 ო აი ეს ვაფშე ანელექო და ამას აქვს ეხლა კადრში მე მგონი 60 წამი თუ რაღაცა და იმას აქვს 240 და პლუს კიდე ვიდეო რედაქტირების დროს მონტაჟის დროს რედაქტორს კიდე თავის შემანელებელი აქვს ეხლა მასე უნდა გავაკეთო გავადიდო გამოვადიდო გვიტრაბახო ბოლო ხო და აი ამან როგორი შტაბეჭდილება დატოვა ამ ჩიბუხმა ლურჯმა ჩიბუხმა ხო ახლა გეტყვი რა ვერ გეტყვი უბრალოდ უნდა გეტყვი მეთქი მაგრამ ვერ გეტყვი იმიტომ რომ ეს რო ჩვენ აქედან წესროლა და მე ამის გარშეც რო გესროლა უფრო რაღაცა ნათელისურას დაიხატებოდა მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ მარტო ასეთი ნამდვილი აკფია ქართულად და გულის მოხდა კომპენსატორი ის როლეთ და რავი კომპენსატორია უფრო არც მუხრუჭია და არც ალმაქრია იქ ხო კომპენსატორი კი ბატონო რა ისე ხო გაქვს მომაგისო ცოტა გაქვს ნასროლი ამ თოფიდანაც ხო არა არ მაქვს ცოტა კაცო ბევრი მაქვს ნასროლი და რავი ამ შედეგებს ვდებს და ეხლა თან მყარი ფაქტურად სტაციონარიდან ვსვდი მყარი სადგომიდან ვსვდი და ბევრად უფრო გაადვილდა მიზნის დაზიანება იმიტომ რომ ხელიდან მე გეღლება ხელი გუნთი და თამაშობს სულ და აქ თითქმის სტაბილურად ხდებოდა გასროლები და შორის კარგად ესენი აუკრიფეთ ჩვენი ნაგავი და ეს ქვეყანა გვაქვს აი ჩამოსხმულები კიდე ერთი სიტყვით ამან გაამართლა რა მეთოდმა მაგრად მომეწონა კი მეს მომეწონა სხვა შორის მაგრად მომეწონა ასეთ სტაბილურად გახდია რა მე ის მქონდა რა ქვია ეჭვი მქონდა რომ რახან ესეთი მოკლე ბოლო უკეთია ამას ხო რაც მიყვება ხო უთო არ გაუკეთებია ყველა სწორედაა ამის სულ ხდება ყველა ხო არ შემოტრიალებულა ანუ ყოფრის ეგ პლასმასიც რა ხო სტაბილურად ფრენის სტაბილურობა რო შეინარჩუნოს ეგ პატარა პლასმასიც ყოფნის რა აქვე საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ დაგიტოვებთ ირაკლის არხის მისამართს და ნელ-ნელა გადადიან ბიჭები ემატებიან და მოიხოდება რა ირაკლის არხიც და ეს არის ირაკლის მისა YouTube არხი ზეღარ ვამბობდით მოძებნეთ გადმოდით გამოიწერეთ და გამოვაცოცხლოთ ეს არხი და სადღაც 431 გამომწერია 55 ვიდეო უდევს ირაკლის ხო და ახლის გაკეთებას ჯობია ისევ ეს ძველი აღვადგინოთ გამოვაცოცხლოთ რომ იარსებობს ამ არხმა განვითარდეს და გამომწერებიც დაემატოს ეს ირაკლის კამერამ გუშინ ვერ გაკაჩა რაღაცა ჭირს აი შენი ჩიპი მოგიტანეთან გამახსენე რო გაგატანო ხო და რაღაცა ბორძიკით იყო ჩაწერილი თან ძველი ჩანაწერებიც იყო ცალკე იმან წაიღო ადგილი და ანუ იმან არ გაამართა კარჩე ერთი სიტყვით შენს გინდა რამე ისეთი ექშენ კამერა რა ეგ არ გამოგადგება რა გადაღების ხარისხიც მართალ ეკითხრა დიდი იმიტომ ვერ მოხდა ეს არხით რომ კამერას არ მიწყობდა ხელს და რაღაც იქნება გამოჩნდება რაღაცა და ბოლო აი რა მეც რა ხო აი რაღაც ისე რომ ზოგადად წარმოდგენისთვის კი რაღაცა home videos გადაიღებ მაგრამ ისე რომ ნადირობაზე რამე გამოჩნდეს დეტალიზაციით ისე არა მე მქონდა ვიდეოები გადაღებული მიდევს ჩამარხსა 50-მდე ვიდეო დევს მაგრამ რა არის ის ხარისხი რო ვერ გავქაჩი და ვერ ავწიე იმიტომ დავანებე თავი მეთქი ახლა მაყურებელია უყურებს და ვერ ვაძლევ იმ ხარისხს და მეთქი რომ კარგ კამერას რო ავიღებ მე და რაღაცა მე გავაგზავნებ და მომიჯანჯებ და რა იქ საქმე სამსახურის რაღაცა ეხლა ვფიქრობდი რომ ამ ატროქსის მაგიერ ჩემი M27 რომ მქონოდა წამოღებული ის გაცილებით დახატავდა უფრო რა
იმას ძალიან მაგარი, იმით 100 მეტრაში გვაქვს 10 ლიტრიანზე მორტმული და 80-ზე. ზედო ქუსული დაბლიდან ესრული და პირველი გასხმით დავაზიანე მაშინ 80 60-დან იყო. 80 მეტრიდან 60-ში არის იყო მაშინ. ხო, 60-დან ეგრევე მოხდა. 80-დან მეორე თუ მესამე მოხდა და 100 მაგვაწვალა, ნუ გვერდებში ხვდებოდა, ეთყობოდა იქ და მეხუთე თუ მე-6-ე მოვარტყის, მაგრამ მაინც მოხდა რა. და აი ახლა ასე დატანილი ტყუები მე მგონი ამდენს აღარ გვაწოლებდა 100 მეტრაშიც რა. ბევრად სტაბილურად მეფრინავს ეს ტყუები. ასე დატანილი ტყუები ყოველ შემთხვევაში. და რაც თავარია დიდი ენერგეტიკა აქვს და აუ დილს ასაული, 20 ლიტრა წყალი, წარმო 20 ლიტრა არ არის ახლა პატარა ესა. პატარა წონა არ არის. ფაქტიურად ააგდო ხაერში საქმეა ბალონი და გაქრა მე. ვეღარ დავინახე. ძლივს ვიშოვე ბალონი ვიღაცას კულერიდან ავახიე განჩი. სანამ აზრზე მოვიდა უკვე თუკი აღარ იყო. უკვე აღარ იყო, ხო. ეგრეთ ესეთია რა და რავი დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს და რა მოგეწონებოთ, რა მოგეწონებოთ, მოკლედ მოგწერეთ, გავაგებინეთ. ამასაც მალევე დავამონტაჟებ და სეზონის გახსნას კიდე ერთი დღე მოვაკლდა. რა თქმა უნდა. კარგით, აბა კარგად იყავით დროებით. დროებით. დღეს კვირა დღეა, შაბათი კვირა დაემთხვა კარგად, ამინდიც კარგი იყო და ესე იმიტომ ვჩქაროთ, თან რომ ცოტა ხანში ისეთი სიცხეები წამოვა. აქ გასროლა კი არა, მე მგონი სიგარეტის მოკიდებაც შარი გახდება აქ ის ამ სიცხეში. ვასწრებ. ხო, დიდი ხნით ეხლა კაი სიგრილია, აი 7 საათი ხდება თითქმის და ჯერ კიდე დღე არის და. აბა კარგად იყავით დროებით. დროებით კარგად განდებოდეთ.